მეგობრებო, ესეთი გაშლა უნდა გაიგეთოთ ახლა. ეს არის ერთ-ერთი თქვენი საყვარელი გაშლებიდან თემატიკა, ტოპ-10-დან ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, რომელ ნომერად ეს აღარ ვიტყვი, იმიტომ რომ, ტოპ-10-ში რამოდენიმე სულ 10 ალბათ გაშლაა და ეს არის ერთ-ერთი. რას ფიქრობს თქვენზე? რას ფიქრობს თქვენზე? გავიგოთ თქვენი პარტნიორი, ჩაიფიქრეთ თქვენი პარტნიორი და თქვენი თავი იფიქრეთ ამ სიტუაციაზე. მუდუნდით, არ ინერვიულოთ და იმისთვის რომ გავიგოთ რამდენად თქვენია ეს გაშლა, რა ენერგიაში ხართ ახლა თქვენ, რას გრძნობთ მის მიმართ. მოდი ესე იყოს იდენტიფიკაცია. თუ ეს გაშლა კონკრეტულად არ დაემთხვა, გადმოდით ჩემ გვერდზე აარჩიეთ თქვენი სასურველი გაშლები და თემატიკა და ლაიკები არ დაგეზაროთ, ენერგოცვლისთვის არის აუცილებელი მეგობრებო. პირადი გაშლებისთვის პირად შემომწერეთ, ტელეგრამი აღარ მაქვს როგორც იცით და დაგაკვალიანებთ ყველაფერს გეტყვით აბსოლუტურად. როგორ გრძნობთ თავს და შეყვარებული ხართ ტუსტასი, ორიანტასი და თასის მეფე. შეყვარებული ხართ ამ ადამიანზე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ეს არის ემოციას ტუსტასით, რომელიც გადმოდის, რომელსაც ვერ იკავებ, რომელსაც ასე თასიდან გადმოდის. კონკრეტულად ამ კალოდაზე ტრედიზის და ჩანს კიდევაც ცოტა კამერა ვერ აჩვენებს ახლა, მაგრამ თასიდან გადმოდის, ესე იგი, ემოციური ფონი, წყალი ეს არის ემოციები, ეს არის ზღვა ემოცია, რომელსაც ვერ იკავებთ უკვე ესე გადმოგდით ტალღად და ზღვად ამ მამაკაცის მიმართ. გაშლა არის ორივე სქესისთვის, მამაკაცებმა თქვენ თავზე მოიგეს, როგორც წესი და როგორც ყოველთვის, ესე იგი, ჯენტლმენები ხართ, არ გეწყინებათ, ვისაუბრებ ქალბატონებისთვის. მამაკაცი წარმოადგენს ნაწილისთვის იქნება წყლის სტიქიის წარმომადგენელი, ეს არის კიბორჩხალა, თევზები ან მორიელის ნიშანი შეგახსენებთ წყლის სტიქია, მაგრამ აუცილებელი რასაკვირველია საერთო გაშლაში არ არის, რომ ყველა იქნება აუცილებლად წყლის სტიქია, ეს შეიძლება ადამიანი იყოს მგრძნობიარე, ძალიან მოსიყვარულე, რომანტიკოსი, თბილი, ძალიან ემოციური, ესე იგი, ძალიან უყვარს რაღაცა რომანტიული გმირობების ჩადენა და კეთება და ლაი კიდე უფრო მეტად, ვიდრე საქმის კეთება, რამე სერიოზული ნაბიჯების გადმოდგმა, მაგრამ ძალიან თბილია, თვითონ არის მოსიყვარულე, ემპათიური, მგრძნობიარე, ძალიან თასის მეფე, როგორც წესი ხშირად ალკოჰოლისკენაც ილტვის, ასე ვთქვათ. აქვს მას ესე იგი გამჯდარი რაღაცა ალკოჰოლის სიყვარული, მაინდამაინც ლოთია თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ უმეტესი ნაწილი არის ისე რომ ლუდი უყვართ რაღაცა საკეიფო ციარული მამაპაპური ყანწები და ასე შემდეგ ქართველები ვართ ბოლო და გაშლა არის არა მარტო ქართველებისთვის, მაგრამ ძირითადად ვსაუბრობ ჩვენზე. ასეთი წარმომადგენელი არის თქვენი პარტნიორი, ან ბრძანდებით თქვენ თუ მამაკაცი ბრძანდებით, რომელიც გიყვართ, რომელიც არის თქვენი გულის და სულის მეორე ნაწილი, სხეულის, ასე ვთქვათ, გავსებთ, ორიანტასი ეს არის პიროვნება, რომელიც სულით, სხეულით, ემოციურად ყველანაირად გავსებთ და დარწმუნებული ხართ ან იმაში, რომ ეს გრძნობა არის ორმხრივი, რომ როგორც თქვენ გიყვართ, ასევე უყვარხართ და ასევე ერთგულია თქვენი და თქვენი სიყვარულის თქვენი პარტნიორიც. დარწმუნებული ხართ, ასე ვთქვათ, ორმხრივობაში, რომ ეს გრძნობა და ეს ემოცია გაქვთ ორმხრივი. ტუსტასით ეს არის ნამდვილი ისეთი სიყვარული, რომელიც გაბედნიერებთ და წამებში შეიძლება ემოციური ფონი ეჭვიანობისგან, ან რაღაცა აფექტისგან, იმისგან, რომ არავინ წაგართვათ თქვენი პარტნიორი, შეიძლება ნეგატიურისკენ ისე შკალასავით იზრდებოდეს და ვარდებოდეს. ხმერთო რა შაშუბეში თვალები მიჩანს ამ ფილტრით, სხვათა შორის ჩავამატებ, რომ ეს ჩემი ახალი ფილტრია, ჩემი გაკეთებული და შეგიძლიათ გამოიყენოთ. ცოტა სიმნელეში რაღაცა შაშუბეში თვალები მიჩანს, მაგრამ არ ვარ ელამი. ხო, მოკლედ სიმნელე უშლი და ხელს როგორც ვატყობ. ვაგრძელებ, ესე იგი, თუ ხედავთ, რომ ენერგეტიკულად ემთხვევა და თქვენზე ეს გაშლა უყურეთ ბოლომდე, თუ არ არის თქვენზე, შეგიძლიათ ასკროლოთ. ან გადმოხვიდეთ ჩემ გვერდზე და არჩიოთ თქვენთვის სასურველი თემატიკა, ძალიან ბევრი გაშლები მაქვს, მოწონებები არ დაგავიწყოთ და ენერგოცვლისთვის ძალიან აუცილებელი და მნიშვნელოვანია, როგორც თქვენთვის, ასევე ჩემთვის. პირადი გაშლები პირადში. ესე იგი, გავიგოთ ახლა მისი ფიქრები, მისი ბოლო ფიქრები თქვენთან დაკავშირებით. როგორია ამოვარდა კარტი. კარტებს დავფარავ, რომ არ დაგვიბლოკოს TikTok-ისგან.
6-იანი მაღალი არკანი ამოდის, მეგობრებო. ჩემი დატო იცით. ჩემი გვერდის სახელად სანსტარი რომ გავიკეთე ასეთი და ძალიან ვამაყობ და მსიამოვნებს. დამიწერეთ მოგწონთ თუ არა ჩემი დატო კომენტარებში. ეს არის მე-6 მაღალი არკანი. მე-6 მაღალი არკანი არის შეყვარებულები, lovers, ესე იგი ეს არის კარმული კარტი, მინდა გითხრათ, ეს არის კარტი, სადაც ადამიანის მიმართ აკეთებ შენ კარმულ ნაბიჯს დგამ, უკავშირებ მას ბედს. ეს არის შენი ამოჩემება და შეყვარებული უბრალოდ კი არა, ეს არის ადამიანი, რომელიც მაღალმა ძალებმა გამოგიგზავნა, ხედავთ აგერ მაღალი ძალები ლოცავენ, ასე ვთქვათ, ამ წყვილს და ამ წყვილის კავშირს და ყველაფერს აკეთებდნენ დღემდე როგორც შეხვდით, რომ შეხვედრილი ყავით საბოლოო ჯამში ერთმანეთს, თქვი და აგერ ტუს პენტაკლი ამოდის, ეს არის შანსი სამყაროსგან იმისი, რომ თქვენი შეხვედრა, ესე ვთქვათ, აი ამ სიყვარულით, ემოციური ფონით დაგვირგვინებულიყო და აი ეს კარმული შეხვედრა, რომელიც მაღალმა ძალებმა ჩაიფიქრეს თქვენი წყვილის სახით და მოგცათ აი ეს შანსი, ოქროს შანსი, გამოგეყენებინათ ურთიერთობაში, გამოგეყენებინათ ისეთი ნათქვამი, შეხვედროდით ერთმანეთს და აი ეს შანსი მიგიღოთ სამყაროსგან, რომ თქვენი კონტაქტი და თქვენი შერწყმა და თქვენი შეხვედრა მომხდარიყო სამყაროს მხრივ. ესე იგი, როგორც ჩანს, გამოიყენეთ და მე თქვენ ამას გილოცავთ, იმიტომ რომ ეს არის ერთგვარი ჯილდოსავით, ტუს პენტაკლი ეს არის ერთგვარი ჯეკპოტივით გაგიმართლათ თქვენ საყვარელ პარტნიორში, გაგიმართლათ იმაში, რომ მისთვის ხართ აი ესეთი ოქროს შანსი, მისთვის ჯილდო, მისი ყველა ღირებულებაზე და ყველანაირ მილიონზე მეტად ძვირფასი ადამიანი, რომელიც მას მგონია, რომ სამყაროს საჩუქარი ხართ მისთვის. ეს არის მისი ფიქრები ბოლო, კიდევ ფიქრობს იმაზე, რომ მე-5 მაღალი არკანი ამოდის. იეროფანტი, პაპი, ესე იგი, სულიერი წინამძღვარი, მასწავლებელი, ფიქრობს, რომ თქვენ მიიყვანეთ იმას რამდენ, რომ ბევრი რაღაცეები გადახარშა და გადაალაგა თაროზე თავისი, ასე ვთქვათ, იქამდე ვიდრე თქვენ შეგხვდებოდათ, სხვანაირი ცხოვრებით ცხოვრობდა და სხვა რეჟიმი ჰქონდა და თქვენთან შეხვედრის შემდეგ რაღაცეები ისწავლა, რაღაცნაირი წინამძღოლის როლში, მისი სულიერების დამამშვიდებლის როლში ამოდიხართ. შესაძლებელია, არ ვიცი, ეკლესიაშიც მომდის ასე და ვიტყვი რაღაც ნაწილი, ეკლესიაშიც, ტაძარშიც კი, შეიძლება აღდგომის ღამესაც კი, არ ვიცი, ესე მომდის და მცირე ნაწილი იქნება საერთო გაშლაში ეს კონკრეტული ეს დეტალები, მაგრამ მაინც ვიტყვი და თუ ასეთები ხართ, დამიწერეთ, ძალიან მაინტერესებს კომენტარებში, ყველას ვკითხულობ ყოველთვის. რომ რაღაცნაირი მსახურების დროს შეხვდით ერთმანეთს და თითქოს აი მაღალმა ძალებმა მოახდინა თქვენი შეხვედრა, ასეთი შეგრძნება აქვს თქვენ პარტნიორს. სხვა დანარჩენისთვის იქნება, რომ კიდევ ვიმეორებ, რაღაცნაირი მასწავლებელი ხართ მისი სულიერების, დამამშვიდებელი, მისი წინამძღოლი, მისი ცხოვრების სხვა რელსებზე გადამყვანი და დამაკნინებელი, ასე ვიტყოდი და სხვა რეჟიმში და ენერგიაში უწევს დღესდღეობით სიმშვიდეში, უწევს სულიერ სიმშვიდეში ცხოვრების გატარება, რაც მას ძალიან სიამოვნებს და ასე ვთქვათ, სიმშვიდის ტალღაზე აყენებს. კიდევ სხვა ნაწილისთვის იქნება ის, რომ თქვენ ხართ ის პიროვნება, ვისთანაც მას კონკრეტულად ჩვისწერა უკვე გადაწყვეტილი აქვს ოფიციალურად თქვენზე ქორწინება, მაგრამ ყველასთვის ქორწინება არ იქნება რასაკვირველია საერთო გაშლაში, აი რაც ჩამოვთვალე ნაწილ-ნაწილ იქნება ყველასთვის თავისი. ძალიან ბევრს ფანტაზიორობს 7-იანთასით, ძალიან ბევრი ემოციური, ესე ვთქვათ, ფანტაზიები აქვს თქვენთან მიმართებაში, იმ დადებითითაც კი გავსებთ და გამკობთ მის ფიქრებში, რაც რეალურად არ გაქვთ, მოდი ესე ვთქვათ, მაგრამ აი მისთვის იმ დონეზე ემოციური ხართ, რომ აი თასების რამდენი კარტიდან უმეტესობა 90% ამოდის თასების კარტი, თქვენ გარეშე ძალიან უჭერს, თქვენ გარეშე სიცივეა, ხეიბარია, მას ჭირდებით გვერდით მის მეგზურად, მისი ცხოვრების მეგზურად, რესურსის ნაკლებობას გრძნობს, ხასიათის ნაკლებობას გრძნობს, აი რაღაცა თოვლს გრძნობს და სიცივეს უთქვენოთ, არაფერი არ უნდა, აი ესე დაწვება და არაფერი არ უხარია თქვენ გარეშე და რჩება თქვენთვის რა იქნება ამ პიროვნებასთან მიმართებაში, თქვენი თასი გაუყავით. თასის დედოფალი ამოდის, თქვენი ემოცია აგრძნობინეთ, ნუ წახვალთ დეპრესიაში, არაფერი სანერვიულო არ გაქვთ, ძალა არის თქვენ ხელში და მთელი სექსუალურობა და ყველაფერი და მიიღეთ ეს პარტნიორი თქვენი საჩუქარია.